საქართველოში თავიდან ბოლომდე. ისევე როგორც ადეიშვილი არის, ვთქვათ, სხვანა ენაზე მე თუ გონია ვინმეს რომ ძალიან მომწონს, ასე ვთქვათ, ამ სტილით ურთიერთობა ვინმესთან ძალიან ცდება. და კიდე ის მომწონს რომ მაინც და მაინც ამ როლს ვიყო მორგებული, როდესაც მშვენიერი პროფესია მაქვს და უამრავი საქმე მაქვს იმ პროფესიაში გასაკეთებელი, ჯერ კიდევ დასამთავრებელი ზოგი, მაგრამ სხვა გზა არ არის ახლა ბატონო რამოს რა ვქნათ, ან თქვენ მოგწონთ ეს გაუთავებელი კრიტიკა და გაუთავებელი აი ამ ეს ხო უსაფრთხო არ არის არც თქვენთვის, არც ჩემთვის, არც ირაკლისთვის, ხო? ეს ხო უსაფრთხო ხო ყველამ კარგად ძალიან არ მომწონს ეს და ესე იგი ну, родомდე შეიძლება მართალი გითხრათ, მობეზრებული მაქვს, ესე იგი მუდმივი დისიდენტის როლი, ესე იგი როდესაც არა გვაქვს, გოგა, მე არჩევანი გვაქვს ერთადერთი რა, ჩვენი არჩევანი, ჩემი არჩევანი ამ ეტაპზე რომ მაინც და მაინც ესეთი არ აღმოჩნდა რა ის. არის ჩემი ოჯახი, ჩემი შვილი, ჩემი შვილიშვილი და ეს ისეთი არჩევანია რომ სხვა არჩევანს არ მიტოვებს. მე ვერ დაუტოვებ მერაბიშვილს ქვეყანას, მხოლოდ იმიტომ რომ ფიზიკურად მეშინია რომ ჩემ შვილს, ჩემ შვილიშვილს, თქვენ შვილს რამე არ დაემართოს მათ ხელში. იმიტომ რომ კაცი ჭამიები არიან. გოგა, მე არჩევანზე გირგვლიანი საქმის მე ირაკლი, ჩემი ფსიქოლოგია შეიცვალა ჩემი. ეს გადატრიალდა ჩემ ცხოვრებაში, აი ესეთი რაღაცა გადატრიალდა მთლიანად. მე მივხვდი რომ ჩვენ გვაქვს საქმე ცოფიან გლებთან. იმიტომ რომ როდესაც მე წარმოვიდგინე რომ უმაღლესი ჩინის 4 ოფიცერი პოლიციის ადამიანი აყავთ სასაფლაოზე. აი ავად სახსენებელ შევარდნაძის დროს თუ კომუნისტობის დროს ქემაინც მოსასაცემრად არაერთხელ უცემი ვარ მილიციაში, მაგრამ მილიციაში მაინც მივყავდი და იქ უცემდნენ. და ციხეში ყვდებოდნენ ფილტვებით, გულით, რაღაცებით, მაგრამ ის ციხეში ამათმა სასაფლაოზე წაიყვანეს ირაკლი. ესე იგი შენ გესმის რა მენტალობის ადამიანებთან აგვაქვს ჩვენ საქმე? აი მგლის ტყავში, უბრალოდ ცხრის ტყავში გადაცემა გლები, იმიტომ რომ მენტალობაც ეს სასაფლაოზე წაიყვანეს და წამებით მოკლეს, წარმოიდგინე. არა, მგელი უფრო კეთილშობილია. გესმის? კი ბატონო, ერთ-ერთი ცხოვრება რომელსაც სიყვარული. ბოთლებზე სვავდნენ საბჭოთა დროს, მე რომ ეხლა იქ ყველა პრესხატები არსებობდა და რა არ არსებობდა, კაცო, მაგრამ ეს არ იყო მენტალობა იმ ადამიანების, ვინც მართავდნენ სახელმწიფოს. ის საბჭოური მენტალობა იყო, კომუნისტური მენტალობა იყო, რა თქმა უნდა, მიუღებელი ჩემთვის, მაგრამ ეხლა ის ადამიანები არ მართავდნენ ამ ქვეყანას და ეს ადამიანი მერაბიშვილს ეს მენტალობა აქვს. მერაბიშვილი ადამიანი, რომელიც უშვებს, რომ ასე ვთქვათ, ახალაესნაირი ადამიანები, რომელსაც უბრალოდ ადამიანის სისხლი წყურია. თვრებოდა ეს ახალაია და ჩადიოდა და სიკვდილამდე ცემდა ხალხს. ეხლა ეგეთი იყო მე მახსოვს ნინოშვილი იყო ერთი და რაღაც ეგეთი ცნობილი ქუთაისის ციხეში იყო ესეთი სადისტი და მაგრამ ეს არ იყო სახელმწიფო იდეოლოგიის რანგში აყვანილი. და ეს სახელმწიფო იდეოლოგიის რანგში არის აყვანილი, მაგათ ხელშია დღეს ჩვენი ქვეყანა. ყველა ჩვენთაგანის ბედი, ჩემი შვილის, თქვენი შვილების, იმათი შვილების. ეგ აი ამ ეს გადატრიალება მოხდა სანდროს ამბავზე ჩემთვისა. მე მივხვდი ვისთან აგვაქვს საქმე. ალბათ ამას ამართლებს აბაშვილი, ამას ბოკერია, ამას ამართლებენ. ამას უშვებენ, გესმის და მე მეკამათებიანი რაღაცა ეხლა, როდესაც ლაპარაკობენ საკონსტიტუციო რეფორმა. იქ ოპოზიცია არ ვარ გასცდომები დაუშვა. კი ბატონო, მაგრამ ჩვენ ხო არ მოგვიკლია ისა რა ქვია. ეს ხო არ ჩაგვიდენია. რაღაცა შეიძლება არასწორად ვლაპარაკო. ყველაზე დიდი დანაშაული ჩვენი არის ის, რომ არასწორად ვლაპარაკობთ, ხო? ხო, არც წინვალი დამithმია, არც ყოდორი დამithმია, ხო? იყო შესაძლებლობა, როცა ქონდა ამის გაკეთების შესაძლებლობა, მაგრამ ხო არ გავაკეთეთ მაშინ. ხო, როდესაც ჩემზე ამობენ, რომ აგენტიაო რა. მე რო სახელმწიფო მინისტრი ვიყავი, 48 ისეთ დოკუმენტზე მაქვს ხელი მოწერილი, რომ უაღრესად მნიშვნელოვანი. მაშინ რატო არ ვახორციელე? ეს ხო მარტივი კითხვაა, ხო? თუმცა ყველა აგენტი და ქვეყნის წერი ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც იქიდან მოდის, ხო? მაგრამ თუ ესე ვიყავ, რატო არ ვახორციელებდით ამას სულ ყველაფერს მაშინ? ხო მქონდა ამის შესაძლებლობა და რატო ახორციელებს ამას ვანო? და ამას ვანო რომ ახორციელებს ბატონო რამას, ამას დოკუმენტურად დავამტკიცე. მე თეორიას კი მე აი პირდაპირ ვეუბნე, არაერთხელ მithქვი, აი ეკრანზე ვეუბნები, რომ ანუ არის რეზიდენტი რუსეთის და დაუმტკიცებ ამას. სიტყვით კი არ აი ესე დავდებ ფაქტებს.
აი ესე ფაქტების ერთო აი ესე თავდებებს ამ ფაქტებს ადამიანი რო გადახედავს და გაეცნობა მიხდება რომ მე რასაც ვლაპარაკობ ეს არის სინამდვილე სიმართლე როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ეგ სხვა თემაა ბატონო რამას გოგა ერთი ფაქტი უნდა გაგახსენო სააკაშვილო ნოღაიძეზე რო თქვა რომ მე ის იმიტომ გავათავისუფლე რომ მის უკან გარკვეული კორუფციული მოძრაობა დავინახეოდა მისი დათხოვნის დღეს სააკაშვილმა წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა და ირაკლი ოქრაშვილი რომ ირაკლის ისტორია მე ვამბობ აი ბატონო რამაზ როცა არის ხოლმე ლაპარაკი აი მე მეკითხებიან აი რითი ამტკიცებ მე აი ერთი რამით სანაკოევის პროექტი განხორციელებული სააკაშვილის და მერაბიშვილის მიერ განხორციელებული იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე მერაბიშვილის პროექტია ეს არის სახელმწიფოს ღალატი ეს არის კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა მაგათმა აიძულეს საქართველოს მოქალაქეები უკანონობაში მიეღოთ მონაწილეობა რომელზეც ყველა უნდა დაისაჯოს ყველა ვინც მიცა ხმა სანაკოევს როგორც სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა და საქართველოს კონსტიტუცია სულ ყველამ არ არის ესე მე და თქვენ რომ მიგვიღო ეხლა ბაგაფშის არჩევნებში მონაწილეობა იმაში ხმა მიგვეცა ხომ დავარღვევდით კანონს მარტო ეს არის საკმარისი მარტო ყველაფერსო თავი დავანებოთ მარტო ერთი ეს აქტი რომელიც იყო ჩატარებული ამას დაუმატოთ რომ ახალგორი მიუერთეს ცხინვალის აღადგინეს სამხრეთ ოსეთი და დავამთავროთ ყველაფერი დანარჩენი არ მაინტერესებს ეს იმდენად მძიმე დანაშაულია და პრეზიდენტისთვის განსაკუთრებით და პირდაპირ წერია ჩვენ კონსტიტუციაში ეს ხო ასე რომ მე მგონია რომ ამათ დიდი დრო აღარ აქვს ნამდვილად ეხლა მე მგონია რომ შეიძლება აგვისტომდე მოწდას ბევრი არ დაგჭირდეს შეიძლება ივნისშივე გადაწყდეს ბევრი რამე ყოველ შემთხვევაში აგვისტოს არ გადავაცილებთ თავარი არის რომ ქართულ საზოგადოებას სიმტკიცე აი ეს შემართება და იმედი და სიყვარული იყოს იმისთვის რომ ძალიან დიდ მადლობა მინდა გითხრათ ბატონო მე ვფიქრობ რომ დღეს საინტერესო იყო ჩვენი მაყურებლისთვის თქვათ ის ინფორმაცია რომელზეც ჩვენ ყოველთვის თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაც თავარია რასაც ლაპარაკობდით გულწრფელად და სიმართლეს ლაპარაკობდით თუ თქვათ ანალიზი ჩვენი მოეწონათ ხო კარგი თუ არ მოეწონათ ვისაც როგორ მოწონს ძალიან დიდი მადლობა ირაკლი ძალიან დიდი მადლობა ბატონო რამაზ და რა ვიცი ატეგიაც ჩამოვა ვფიქრობ უცნობი ახალი შემართებით ახალი იდეებით მაგრამ ჩვენ გავაგზავნეთ ევროპული იდეებით ჩვენ ვერ მოგვიგებენ ვერ მოგვიგებენ ეგრე არ არის ვერ მოგვიგებენ როგორც სტალინმა თქვა ნაშეძელ праве როგორ თვარწები შენ აგენტი ვარ გივი შენ თქვი ერთ-ერთ ინტერვიუში რომ ჩვენ თავისუფლება და ჩვენი უფლებები არა კონსტიტუცია მაგრამ ერთმა მოგვანიჭა და ჩვენ ამ თავისუფლებას უბრალოდ ვერ დავფიქრეთ ეს არის ჩვენი ცხოვრების შემადგენელი აზრი და ყოველთვის ესე იყო კარგით ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და ბუდუ იას იმაში შევიჭერი რა ქვია ფუნქციაში აუცილებლად გივი აგენტი ვარ გივი მიშა გივი და ფულები გვაქვს ჩამოტანილი ბევრი ფულები თუ გინდა მოგცემ ერთი ორ პაჩკას გივი ჯან